დღეს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეა და ამდენად მე მოგმართავთ ჯერ ქართულად და შემდგომ ინგლისურადაც, რომ სწორედ საერთაშორისო მედიაშიც გავაზიაროთ ეს ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ადამიანის უფლებების მიმართებით. 59 სინდისის პატიმარი, რომლებსაც დაეკისრათ არა მხოლოდ უსამართლო წინაპატიმობის 9 თვე და პატიმრობის შემდეგ სასჯელი, რომელიც 2 წლიდან 6 წლამდე ითვლის. პრაქტიკულად გარდა ეს სინდისის პატიმრები, პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ანუ 80% პროევროპული პარტიების ლიდერები არიან დღესეც ციხეში, რასაც დაემატა 4 ოქტომბრის შემდეგ დაპატიმრებული ადამიანები. 1200 საჯარო მოხელე იქნა განთავისუფლებული თავისი სამსახურიდან, ძირითადად იმიტომ, რომ ხელი მოაწერეს ან გამოთქვეს Facebook პოსტებით თავიანთი მხარდაჭერა პროევროპული, პროევროინტეგრაციის გზას. 400-მა ჟურნალისტმა განიცადა ძალადობა ამ დემონსტრაციების დროს, სადაც თვითონ იყვნენ მივისული, იმიტომ რომ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობა შეესრულებინათ. 20 რეგიონალური და ონლაინ მედია დაიხურა ამ 1 წლის პერიოდში. ჯარიმებით ადამიანები არიან პრაქტიკულად დახრჩობილი. ეს ჯარიმები ითვლება 1000-ობით და 100,000-ობით ლარით და სრულიად შეუძლებელი არის ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ამ ჯარიმების აწევა. ეს წელი მაშასადამე იყო სისტემური რეპრესიების, სისტემური ადამიანის უფლებების დარღვევის და შევიწროების წელი, ძალადობის, დაჭერების, ადამიანის ღირსების შელახვის, უსამართლობისა და ჯერ კიდევ მოწამვლის შესახებ დადგენილი ფაქტები გვჭირდება, მაგრამ ესეც ასრულებს ვიტყოდი ამ საშინელი წელის სურათს. ეს იყო სამარცხვინო წელი იმათვის, ვინც მართავს ქვეყანას და ცდილობს, რომ ეს ქვეყანა დაამსგავსოს ყველა თავისი მახასიათებლით ტიპიურ რუსულ ტოტალიტარულ რეჟიმს.